თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. თავდაცვის უწყების ყოფილ ხელმძღვანელს სახელმწიფო ბრალდება ედავება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად. კერძოდ, მისი მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2.606.272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3.940.000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1.313.728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. სასამართლოზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახლში მიღებული ტრავმის გამო აქვს ტვინის შერყევა და დაჟეჟილობა. მისივე თქმით, მედიკოსებმა ჯუანშერ ბურჭულაძეს 21 დღიანი წორითი რეჟიმი დაუნიშნეს. სასამართლოზე სიტყვის უფლებითი სარგებლა ბრალდებულმაც. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მისთვის წარდგენილ ბრალდებას აბსურდული უწოდა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით ეჭვი აქვს, რომ მისი დაკავება, ციტატა, სხვა რაღაცით არის მოტივირებული. არ ვთვლით, რომ აღკვეთის ღონისძიებად ყველაზე მძიმე ფორმის პატიმრობის გამოყენება აუცილებელია. ბატონი ბურჭულაძე თანამშრომლობს გამოძიებასთან გამოძიების დაწყების დღიდან. ყველანაირ ინფორმაციას და ყველანაირ დოკუმენტაციას, რაც მოთხოვნილი აქვს გამოძიებას, გადაცემულია. ბრალდების პირდაპირ მტკიცებულებები იმ მტკიცებულებების მიხედვით, რასაც ვიცნობთ ამ ეტაპზე, არ არსებობს. ველოდებით, რომ გავეცნოთ, გადმოგვეც სასაკმაოდ ვრცელი მასალები, ანუ ეს არის 27 ტომი დაახლოებით. ჩვენ უნდა გავეცნოთ ამ მასალებს და ამის თაობაზე გაცნობის შემდეგ უკვე შემდგომ მისცემს დეტალურ ჩვენებას. ყოფილი თანაგუნდელის დაკავებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ჯუანშერ ბურჭულაძის პატიმრობას 12 სექტემბერს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. მისი მტკიცებით, მმართველი პარტია იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი და მკაცრი, როცა საქმე კორუფციას ეხება. ოპოზიციას კი ქართული ოცნების მსგავსი განცხადებების არ სჯერა. კორუფციასთან ბრძოლა ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, პრევენციული ღონისძიებების გატარება ეს არის ერთად მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ბურჭულაძის დაკავებას, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. ჩემთვის, არ ჩვენი თანაგუნდელებისთვის. ძიმე ფაქტია, როდესაც ჩვენს თანაგუნდელს აკავებენ მაშინ, როდესაც ქვეყანა ბეწვის ხიდზე დანის პირზე სიარული მოგვიწია. თვითონ ახლა პარტიის საპარტიო თავმჯდომარემ ყველაფერი გადადო და თქვენიცით როგორ ებრძვის იმ ბოროტებას, რომელიც ებრძვის საქართველოს და ჩვენს სამშობლოს. როცა ჯუანშერ ბურჭულაძე იყო მოსული პარლამენტში და მის კორუფციაზე საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი კობახიძე ხელების გადატყავებამდე უკლავდა ტაშს. აი რა ვიცი ხა ეგ. ვერაფერს ვერ ვიტყვი ამის კონცეფცია. ქართული ოცნება კორუფციას ებრძვის არის ოქსიმორინი. რატომ? იმიტომ რომ ქართული ოცნება დგას კორუფციაზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს დააკავა. მის დამიწარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე მომდევნო სასამართლოს ხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.